საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 23 ნოემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, იშვიათი გამონაკლისია, როდესაც არაწევრი სახელმწიფოს მეთაური ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოდის. პრეზიდენტის გამოსვლა ევროპული დროით 12 საათზე გაიმართება. გამოსვლის შემდეგ დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან იეჟი ბუზეკთან. შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია და საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ლაუნჩი გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიწვეულ იქნა ქალაქ სტრასბურგში ევროპის პარლამენტის მიერ, რათა მან საგანგებოდ სიტყვით მიმართოს ევროპის პარლამენტს, ევროგაერთიანებას, ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან. ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ განხორციელებული ეს ჟესტი წარმოადგენს ერთ-ერთ ძალიან იშვიათ ტრადიციას, როდესაც არაწევრი სახელმწიფოს მეთაური წარსდგება ევროპარლამენტარების წინაშე და სიტყვით მიმართავს მათ.